საქართველო და წლის შეჯამება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ეკონომიკა, თავდაცვა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური საკითხები, მიღწევები და სამომავლო გეგმები. 12 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა მთავრობის მეთაურმა 150 გვერდიან დოკუმენტში წარმოადგინა. საათნახევრიან გამოსვლაში ირაკლი კობახიძე თითქმის ყველა საკითხს შეეხო და დღევანდელი მონაცემები 2012 წელს შეადარა. საუბარი ეკონომიკით დაიწყო. აქცენტი გაზრდილ მაჩვენებლებზე და მოლოდინებზე გააკეთა. ისაუბრა გაზრდილ პენსიაზეც და აღნიშნა, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 350 ლარი გახდა. 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის კი 450 ლარი. პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკა 92 მილიარდი ლარია. გასული 4 წლის განმავლობაში კი ეკონომიკური ზრდის დინამიკით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 28 მილიარდი ლარი იყო. 2024 წელს კი ქვეყნის ეკონომიკამ 92 მილიარდ ლარს მიაღწია. წლის ბოლოს კი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთსულ მოსახლეზე. პრემიერ-მინისტრის მონაცემებით, რაც აშშ დოლარშია დაანგარიშებული 2020 წელს, შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე 4300 დოლარი იყო. 2024 წელს კი 9140 დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი 4 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მოლოდინია, რომ წლის ბოლოს ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე 10000 დოლარს გადააჭარბებს. მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელიც. თუ 2012-ში მაჩვენებელი 26.7% შეადგენდა, 2024 წლის ბოლოს ეს განახევრდა და 13.9%-ს გაუტოლდა. ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა საქართველოს პრემიერმა ანგარიშის წარდგენისას იმ ახალ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებმაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გააზარდოს. აეროპორტები, პორტები, ავტომაგისტრალები, რკინიგზა, გეგმების შესახებ უფრო მეტ შოთა ფალავანდეშვილი გვეტყვის, ის უკა კურიერი პრესის სტუდიაში. შოთა, საღამოშვიდობის. გამოვყოთ მთავარი აქცენტები პრემიერის ანგარიშთან. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა და ქვეყნის გაერთიანება იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოსტულატები, რომელიც პრემიერის საკმაოდ ვრცელ ანგარიშში ძირითად ადგილს იკავებდა. თქვენ ეკონომიკაზე საკმაოდ დეტალურად ისაუბრეთ, თუმცა პრემიერმა თქვა ისიც, რომ შეუძლებელია მშვიდობიანობის და მშვიდობიანი პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნების გარეშე ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება. მოხერხდეს შესაბამისად ამ ორი ასპექტის კორელაცია არის მნიშვნელოვანი და საქართველოს სამთავრობო გუნდი პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აპირებს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ ეკონომიკური კეთილდღეობითა და მშვიდობიანობით მოახერხოს ქვეყნის გაერთიანება, რომელიც შერიგების პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ვრცელ გამოსვლაში თქვა ისიც, რომ მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, რამაც სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა უზრუნველყოს. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება. ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოო დაძლევა და როგორც უკვე ითქვა, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით. ჩვენ საშუალოებიან პერსპექტივაში გვექნება მიზნის სრულად მიღწევის საშუალება და მეორე ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. მე მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები 2028 წლისთვის. ჩვენი მიზანია მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის გვინდა რომ შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი იმ ტემპის მიხედვით, რაც გვაქვს აღებული, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე ამ შედეგის მიღწევა. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2160 ლარი. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, გვინდა რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3500 ლარს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევიდეთ სოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა მისი აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ვერავის მივცემ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას.
პრემიერის ანგარიში საკმაოდ დიდი დრო და ადგილი დაეთმო საგარეო პრიორიტეტებს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს არის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა და პარტნიორობის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს პრემიერის აზრით. ამისთვის მზაობა არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში და კარგ ნაბიჯად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე, მათ შორის საქართველოს ელჩის დამტკიცება შეერთებულ შტატებში, რაც შეეხება ევროპულ პრიორიტეტს, რომელიც ასევე კონსტიტუციის 78 მუხლით არის დაცული. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა საქართველო მოახერხოს 2028 წლისთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, ასე ვთქვათ, განაცხადის გაკეთება და 2030 წლისთვის მზად იყოს სრულად ინტეგრირდეს ევროპულ ოჯახში, რაც შეეხება ბარიერებს, რომელიც არსებობს ბუნებრივია ამ წლების განმავლობაში. ირაკლი კობახიძის აზრით, ევრობიუროკრატების მხრიდან მიდგომების შეცვლა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა აუცილებლად შეცვლის საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ მიდგომებს ზოგადად ევროკავშირში. კიდევ ერთ საგარეო პრიორიტეტზე ისაუბრა პრემიერმა, ეს არის ჩინეთი და ჩინეთთან ახლო ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია საქართველოს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. პრემიერის აზრით და მისი ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ეს იყო, რომ სამომავლოდ უნდა გაღრმავდეს ეს ყველაფერი და პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელშესახები შედეგები კიდევ უფრო მეტი, რომელიც არსებობს, ისედაც უნდა მოყვეს. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მზად ვართ უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი, არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია მსაუბრის რეჟიმში ჩვენ მზად ვართ გადავთქვათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ამოცანა პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება. ჩინეთთან ჩვენ შარშან წინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს. პრემიერის საკმაოდ ვრცელ გამოსვლას ბუნებრივია მოჰყვა შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ტრიბუნა მალევე დაიკავა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, რომელმაც ისაუბრა იმ გამოწვევებზე და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის პრემიერ ირაკლი კობახიძის მმართველობის პირობებში. მამუკა მდინარაძემ პირდაპირ თქვა, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ქვეყანას შეექმნა გარკვეული ბარიერები სწორედ ევრობიუროკრატების მხრიდან და საქართველო ამ დროისთვის არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სწორედ ევროპული ღირებულებების იმპორტიორად თავად ევროკავშირში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი კითხვა და ასე ვთქვათ პრეტენზია აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან და მიიჩნევენ, რომ სწორედ მიდგომების შეცვლა გახდება სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსა და ევროპული გაერთიანების თანამშრომლობის და აქტიური თანამშრომლობის წინაპირობა. რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში. ალბათ საშინლად დავიცინებოდით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა საბედნიეროდ და სამწუხაროდ. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჩვენ ამისი თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია. იმიტომ, რომ ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახის და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს გაცდა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის პატივისცემა. და ამისი დისტრიბუცია სამწუხაროდ, იმიტომ რომ საჭირო გახდა ამისი დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს ისევ იმ სიტყვას გავიმეორებ, სამწუხაროდ მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში 150 გვერდისგან შედგებოდა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა ტრადიციულად საგაზაფხულო სესია დაასრულა, თუმცა როგორც ცნობილია, იქნება დამატებით რიგგარეშე სხდომებით, სადაც პრემიერის ინიციატივების დამტკიცებას ეცდება საქართველოს პარლამენტი. მადლობა, ეს შოთა ფალავანდიშვილი იყო და